უკვე 3 თვეა, 4 გამოვითხოვე და არც მაძლევენ. და გააქვთ ქალბატონო ეკა? დიახ. იძებნება ქართული ოცნების დეპუტატების დიპლომები. ხარ გაიხსენეთ ლექტორი თქვენი რომელიმე. თვეები აქ გვპირდება, მაგრამ ივანიშვილების ახლო მეგობარ დეპუტატს პარლამენტში არ მიუტანია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. კურსელი ხარ გაიხსენეთ ვინმე ქალბატონო ეკა? თქვენი საქმეა რა ჩემი კურსელები. რატომ ვართ იქ, სადაც ვართ? როდესაც თქვენ სვამთ ამ კითხვას, მოდი დავიწყოთ ჯერ იმის გარკვევით, ვის აბარია ეს ქვეყანა. ეს საქართველოს ეკონომიკური აღორძინების კავშირის თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი სად არის ბატონ გიორგი? პარლამენტი უწყება, რომელიც აკონტროლებს მთავრობას, მინისტრებს, ნიშნავს უსისუფროს პროკურორს, ირჩევს პრეზიდენტს. დადიოდით ლექციებზე? ხეთ კახეთ სიგნალი რატო აირჩიეთ ბატონ ვიქტორ? ადვილი იყო იქ მოხვედ რა? იღებს კანონებს, რომელიც ხალხის ნაწილის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს. თქვენი საყვარელი პედაგოგი მითხარით? დღეს ჩვენ გაჩვენებთ, ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან მოვიდნენ და რა უკეთებიათ. ტურიზმის მენეჯმენტი რომ დაამთავრეთ, რაში გეხმარებათ პარლამენტში? 20 მოლაპარაკე საქართველოს პარლამენტში, ვისაც ხალხი ცნობს და ვისი განცხადებებიც გვესმის. მაგრამ ვინ არიან სხვები? ფარმაცევტი ხართ ხო განათლებით? ექიმ ვეტერინარობა რაში გამოგადგათ პარლამენტში? ვინც 2 წლის წინ შეკრიბეს და უთხრეს, რომ დღეიდან დეპუტატები ქვიათ. რომელი საგანი იყო თქვენი საყვარელი საგანი ბატონ გენო? დამალული დიპლომები, საეჭვო უმაღლესი განათლება და უნივერსიტეტები, რომელიც არც კი იძებნება. ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში. ფაიფურის ეხლა არსებობს ბატონ? ეხლა დაიკეტა. სად დაამთავრეთ? სად არის? ვერ დავგუგლე, არის იძებნება. დღეს 8 საათზე. გამოჩნდეს და ლომინაზე დაამთავრა სტავროპოლის საბჭოს აკადემია. არ დაამთავრეთ? კი. ვის ხელში ჩააგდეს ამ ქვეყნის მართვის სადავეები. ეხლა მე არ გაძლევთ ინტერვიუს და თქვენ კიდე მოვყვებით. არსად არ მოყვებით, ლიფტში ვარ ბატონ გურა. ყველა სახელმწიფო უწყებას აძლევთ ამ საშვებს ბატონო კახი? კალაძის სპეცსაშვები ჩინოვნიკებისთვის მერია მწვანე ბარათებს არიგებს, რომ თანამდებობის პირების მანქანები არ დააჯარიმონ და ევაკუატორებით არ წაიყვანონ. არსენალი პესიშის მინისტროს რა უნდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანას რესტორანთან. წელს 7 მილიონს აარტყა და გაორმაგდა ხალხისთვის მანქანების არასწორად პარკირების გამო გამოწერილმა ჯარიმებმა. სამსახურეობრივი მანქანა თუ გამოგიყენებიათ პირადი მიზნებისთვის? არ გაძლევთ ინტერვიუს. არ გაძლევთ ინტერვიუს. დიდ ქალბატონო ირმა. ამ დროს კი ნახეთ კადრები, რესტორნებთან და ბარებთან გაჩერებული სამთავრობო მანქანები, რომელსაც არავინ არ ეხება. წესით ეს მანქანა ახლა სამინისტროს სადგომზე უნდა იყოს. კანონით სახელმწიფო მანქანებს ჩინოვნიკები უნდა იყენებდნენ სამუშაო საათებში და სახელმწიფო სამსახურისთვის. რა ხდება რეალურად? რა შემთხვევაში გადაადგილდებით უქმე დღეებში სამსახურეობრივი მანქანით? ჩვენ გადავიღეთ კადრები, როდესაც გვიან ღამით რესტორნებში მისულ დეპუტატებსაც კი პარლამენტის მანქანები დაატარებენ. პარლამენტის გარდა სხვაგან დადიხართ სამსახურეობრივი მანქანით? სამთავრობო მანქანებით შოპინგზე, დაბადების დღეებზე, ფეხბურთის საყურებლად ფაბებში და ღამის კლუბებში. ამ ჯარიმას ვინ იხდის ხოლმე? თქვენი ხდით? თვითონ ძღოლი გადაიხდის, რადგან მისი ვალდებულებაა. კადრები და ფაქტები დღეს 8 საათზე. ხშირად არ ღვევთ ხოლმე მოძრაობის წესებს? არასოდეს. არასოდეს. ვიდეო რო გაჩვენოთ? კალაძის ახლო გარემოცვა დაკითხვაზე. ჩვენებაზე ვიყავი მისული. პროკურატურაში? დიახ. ლუქს კლასის ავტომობილების ბიზნესის მფლობელი საბა მიქავა, რომელიც კალაძესთან ერთად მანქანებს კადიროველებს ჩუქნიდა, პროკურატურამ დაკარგული იარაღების საქმეზე დაკითხა. ჭირდებოდათ ისეთი ადამიანი, ვისაც შეაძენინებდნენ ამ ცეცხლსასროლ იარაღებს და გაასაღებდნენ სხვადასხვა პირებზე. გამოძიების მასალებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, წერია, რომ საბა მიქავას პირად მცველზე 5 იარაღი გააფორმეს. შემდეგ კი ტერორით წაართვეს და ეს იარაღები ფარცხალაძის დაჯგუფებამ უკანონო ბრუნვაში ჩაუშვა. მითხრა რომ მიმეცა მისთვის ჩემი სახლის გასაღები, რადგან დავით მიქაძეს უნდა წაიღო იარაღები, რომლებიც მანამდე მაჩუქა. რას ხემით ხვდებოდა იარაღები არალეგალურ ბრუნვაში და რისთვის იყენებდნენ შემდეგ? რა ურთიერთობა გქონდათ დავით მიქაძესთან? მეგობრული. ხშირად ხვდებოდით დავით მიქაძეს? ხშირად ხვდებოდი. შაბათის გუნდმა დაადგინა, რომ კახი კალაძის ახლო მეგობარმა იარაღების საქმეზე სრულიად სხვადასხვა ჩვენებები მისცა.
დღეს ნახეთ რა მაქინაციებთან გვაქვს საქმე. ინფორმაცია მიაწოდეთ საგამოძიებო უწყებას. რამოდენიმე იარაღი მე ვაჩუქე, რა თქმა უნდა მე ვაწოდე. კალაძის გარემოცვა, ფარცხალაძის გარემოცვა და არალეგალური იარაღების მაფია. ყველაფერს ნახავთ 8 საათზე. არის მომხდარი ტერაქტი, კაცია მკვდარი, 20 დღე მე მკვდარი ვიყავი. აფეთქება საგურამოში, ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული. არავინ დაჭერილი არ არის, კაცი შვილი კურსარი გეთხოვს. ქართული ოცნების უბნის მაყურებლების დაჯგუფების წევრი ამტკიცებს, რომ მიიტყუეს და კონსპირაციულ ადგილას ტერაქტი მოუწყეს. რომ მივედით, ტენკისუნი გაუშვა, ერთმანეთს შევხედეთ და აფეთქებინე. 8 საათზე პირველი ინტერვიუ კაცთან, რომლის სახელიც ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის საქმეში ისმოდა. სალამი. ვინ აფეთქა პუშკინა გამოიწიეთ? რა მოხდა საგურამოში? მიტოვებულ ადგილზე ამანათის ასაღებად მისულ გლდანელ პუშკინას ამანათის ნაცვლად ასაფეთქებელი დაახვედრეს. პოლიცია მიცა თუ არა ტერაქტის კვალიფიკაცია ამ ფაქტს. შეგიძლიათ მიმართოთ, რა ვიცი. სისხლიანი გარჩევებიდან ტერაქტებამდე რა ხდება ქვეყანაში? ამ დრომდე პოლიცია ვერ ადგენს, ვინ მოაწყო ტერაქტი საგურამოში.